Ot ar garqie. Adlu axo, კარგი. Sophie. Sophie. ხოზურიკო. რა იყო? ვაიმე. ცუდად ხო არა ხარ, სასწრაფოს ხარ დაურეკო. სასწრაფოს არ არის ილუს დაურეკე. რა ხდება? ეს ჩვენი შვილი ვისთანაც დადის ის ბიჭი იცი ვინ არის? ვერ გავიგე რას მეუბნები, რას ნიშნავს ვინ არის? ვინ არის და კვლელი და ნარკოტიკების გამსაღებელი. რას ამბობ? რას ვამბობდა? ნასამართლები ყოფილა. კაცი ყავს მოკლული გესმის? და საზღვარგარეთიდან ნარკოტიკები შემოჰქონდა. რაღაცა გეშლება რა ალბათ. უნდა მეშლებოდეს ოთარს თხოვე გაერკვია. ეს შენი გოგა კრიმინალი ყოფილა. ჩვენი გოგო და გოგა როგორ ზედმე თავისუფლებას რომ აძლევდი, აი ისე. ახლა რა ვქნა? ილუს დაურეკე სახლში მოვიდეს. და რა უთხრა, რატომაც სახლში მოსვლას! მიზეზი უნდა! კარგი. ძალიან მიყვარს ეს ნამცხვარი ამის როჭა, მაგრამ მთელი დღე არ ხასიათზე ვარ. ხო და ვიაროთ ხოლმე აქ. ანუ ჩემ ბედნიერებაზე ზრუნავ. რა შეიძლება? აი შენ ის ფერი როგორი დღე გქონდა ახლა? მეგონა რომ რთულად ჩაივლიდა, მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდა. ნუ ახლა დღის დასასრულს თუ გავითვალისწინებთ, ყველაფერი ძალიან კარგად არის. და შენ როგორ დღე გქონდა? მეც ნორმალური, არც ძალიან მძიმე, არც ძალიან მსუბუქი. შენ წარმოიდგინე ელენიკოს გამოყვანაც კი მოვასწარის კუნა. მართლა ელენე ისე მომენატრა. იმასაც ძალიან ენატრები ხოლმე. მე არ გინდა რომ ჩვენ სამი სადმე ერთად წავიდეთ, მაგალითად კახეთში ან ბორჯომში. და ელენეს ჰაერს გამოიცვლის და ეხარდება. ოკეი, არ ვიცი რა არ არის ან მზად ელენიკო და ეთერი ჯერ მოიწ. არა, ვიცი ეგ არც მეგულისხმია. ხო. მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ მე და ელენეს არ შეგვიძლია ცალკე გოგოშკულის საღამოების მოწყობა. აჰა, უკვე მომდეხეთ, ხო? შენ მე ელენე მოგიყვება. და სიამოვნებით მოვუსმენ. ნამცხვარები გინდა? არა, მართლა აღარ მინდა. მოგერთით. ნამცხვარები გინდა თუ შეიძლება ისევე? არა, ხო გითხარი, არ მინდა თქვა. აი, გავიყოთ რა. მადლობა. კარგით. შენ თუ გინდა და გეთქვა. ხო, ეგ შეიძლება. ლალი ღია! შეიძლება? ბესო, მოდი. ეშვები. ჯერო. დაჯერა, ჩაი ყავ. არა, მეჩქარები. ბიჭო, მაგარი ჩაი მაგზა. მეჩქარები რა, ისე შემოგიარე, აქეთ ვიყავი. რა შვები, დადი ხა თერაპიაზე. მაშინ მე დავვლევ რა, ხო? იდი შეგერიგოს. ავდივარ და რაღაცეებიც გადავაფასე ნელ-ნელა რა. ვა, რა გადავაფასე? რა გადავაფასე და აი მაგალითად მარტო საცოდავი ტიპი არ ყოფილვარ ძმაო. რაღაცეებიც არ მოვაჩინე რა საკუთარ თავში რა. შენ რა შვები როგორ ხარ? ჰა? კარგად რა ვქნა. ხო მშვიდობა. იგი მშვიდობა ბიჭო.
ხელფასი დამიგვიანეს რა. აი ბანკმა წაიღო წვინი. ვიფიქრე 500 ლარი ხო არ იქნება მეთქი. ოღონდ თუ გექნება. და რა პოჩი გიგვიანებენ, აი ბუღალტერის დედა დაიღუპა და ის აი ბიჭო, არ ვიცი რაც თანხა მაქვს ანგარიშზე, მაგრამ არ ვიცი 500-ია თუ რა არის, რაც მაქვს შაგირიცხავ რა თუ გინდა. აი, ხოიცი სადაც ვალში ვარ შენ. თავში მეგობრულად მეხმარები ბიჭო. აი, ძმაო, მეგობრულად გეხმარები. ყავა, ჩაი, მართლა არ გინდა? ხო გითხარი მეჩქარება. ძალიან მაგარი ჩაი, მაქვს შენ მოგახსენე. ხო გითხარი მეჩქარება მეთქი და ანგარიშის ნომერს ჩაგიგიდე. აი, ძმაო, მაშინ ჩამიგდე და ეგრევე გამოგიგზავნე რა. აღარ გაგაცინებ, ხო? მიდი, გელოდები. გამარჯობა. გამარჯობა. თქვენ აქ შეიძლება შემოვიდე. მომწადეთ. ჩაის აყავას ხორინდებთ. არა, სალაპარაკოთ მოვიდე. დამცადეთ. ჩვენი ბოლო შეხვედრის მერე არ მეგონა თუ სრული გექნებოდა შეხვედრის. არც მე არ მეგონა. რის თქმელად მოხვედით? პირველად რომ მოხვედი და ყველაფერი მითხარი შოკი მივიღე. ასე მეგონა მეხუმრება მეთქი. მე გავბრალდი ასეთი რამის შეთხზე როგორ შეიძლება თქვა. ასე მეგონა ჩემს გარდაცვალს სულს შეურაცხყოფდნენ. მე რამოდენიმე დღეში სიბრაზემ გადამეარა და კითხვები და გამიჩნდა როგორც საკუთარ თავთან ასევე შენთან. და ყველა იმ ადამიანთან, ვინც მაშინ ჩემს ირგვლივ იყო. უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ მე დედაც ყავდა და მამაც. სახელიც მქონდა და გვარიც. მე ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ თურმე ამდენი ხნის განმავლობაში საკუთარი სახელიც არ მცოდნია. ისიც არ ვიცოდი ვინ ვიყავი. მე არ ვთვლი, რომ ამის გამოძიება მჭირდებოდა. ან ჩემი ახლობლების და ჩემი წარსულის შეცვლის. მაგრამ ოდესაც მარტო ვრჩებოდი ჩემ თავთან, მაგ მომენტში მაინტერესებდა თუ ვინ ვიყავი. და ვთვლი, რომ უნდა მცოდნო და ჩემი ნამდვილი წარმომავლობა. და ვთვლი, რომ თქვენც უნდა იცოდეთ სიმართლე. თუ თქვენ თვლით, რომ ჩვენ საერთო არაფერი გვაქვს, მაშინ მართლა არაფერი გქონია საერთო. იცით ეს დღეები სულ ჩემს პირველ ორსულობაზე ვფიქრობდი. როცა დავფეხმძიმდი, პატარა ვიყავი, ახალგაზრდა რაღაც 19 წლის. შვილის მამის ოჯახს არ მოვწონდი. მე-7 თვეში ნაადრევი მშობიარობა დამეწყო. კინა გამოვკვდი.
მთელი დღის ტანჯვის შემდეგ ბიჭი გამიჯდა. გულის პრობლემები ჰქონდა. და 3 დღის შემდეგ ამ პრობლემებით გარდაიცვალა. მაგრამ ცხედარი არ გამომატანეს რაღაც ჩვენ წესებში არ ზისო ასე მითხრეს. მიუხედავად ამისა, საფლავი მაინც გავუკეთეთ. და იმ დღიდან შემდგარი დედა ვარ. მერე ბევრი წლები მესიზმრებოდა როგორ ვსდიდი, როგორ დავყავდა ბაღში, როგორ დავყავდა სკოლაში. მერე ნელა ის სიზმრებიდანაც გამიქრა. გავთხოვდი სხვა კაც გავყევი სხვა ოჯახი შევქმენი. მაგრამ 35 წლის განმავლობაში პანაშვიდებს ვხდიდი. მიცვალებულებში ვიხსენიებდი ჩემს სისხლსა და ხორცს. ეს ამბავი არავისთვის არ მithქვამს. და უცებ ამდენი წლების შემდეგ ვიღაც უცნობი გაგონებს კარებს და მეუბნება, რომ მე შენი შვილი ვარ. თუ 1% შანსი მაინც არსებობს ამისა, მინდა სიმართლე თავად გავარკვიო. გამოდის რომ თქვენც უნდა გამოიძიოთ. არ მინდა ადამიანის შვილად მივიღო და მერე სიცრუე აღმოჩნდეს. მე ერთხელ უკვე დავკარგე შვილი და არ მინდა ის მეორეჯერ გავიარო. იმედი მაქვს ამას გამიგებთ. ისმის თქვენ. მე წავალ. გაგაცნობთ. წასვლისას მინდა იცოდე, რომ გულწრფელად. მართლა გულითა და სულით მინდა, რომ ჩემი შვილი ცოცხალი იყოს. და თუ ის შენ ხარ, ბოდიშკი ხდი. ბოდიშკი ხდი, რომ ჩვენი პირველი შეხვედრა ისეთი არ გამოვიდა, როგორცაც ჩემი შვილი იმსახურებდა.